ჩემი აზრით შიდა ქართლში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგროსექტორზე საუბარი, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს აგროსექტორი და ამავე დროს მოკლე მიმოხილვა რა იყო, რა ხდებოდა აგროსექტორში, რა ხდება და რა არის სასურველი რომ მოხდეს. რა სიტყვა ნიკო? მოგესალმებით. მე ვარ ვასილ ბაქრაძე, აგროსექტორს კარგად ვიცნობ, მოკლედ საქმიანობ აგროსექტორში და წარუდგინეთ ამას. მე ნიკო ბაქრაძე ვარ, ფერმერი. მოყვას ძირითადად ბოსტნეული და შიდა ქართლი გამოირჩევა ბოსტნეულის მოყვანით. და წამყვანისფერო ხილიც რა თქმა უნდა, მაგრამ თავიდან დავიწყებ იმით, რომ სხვათა შორის კლიმატის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია აგროსექტორში და მარტივ მაგალითს მოვიყვან. სანამ ღრმად დავიწყებთ გაანალიზებას და საუბარს აგროსექტორზე. აი წარმოიდგინეთ აქვე არის ქარელის მუნიციპალიტეტში დედოფლის მინდვრებთან აღმოჩენილი ორგორა. დასახლება ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილი გორები და იქ არის აღმოჩენილი ლიბანის კედარი. წარმოიდგინეთ მაშინ ისეთი კლიმატური პირობები რო იყო, ანუ ძალიან ცხელოდა და აი ასეთი კულტურა აღმოჩენილი, ასეთი მცენარეა აღმოჩენილი, ხო და ანუ ასეთი მცენარეები ხარობდნენ. თუმცა დღეს იგივე სიცხე და სითბო არ არის და რა თქმა უნდა აგროკულტურაშიც თუ მაშინ რაღაცა მოდიოდა ან არ მოდიოდა მოსავალს გულისხმობ, ამჟამად ეგრე არ არის. რა სიტყვა მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია აგროსექტორი ბუნებრივ პირობებთან რა თქმა უნდა პირდაპირ არის დაკავშირებული. ისეთი სფეროა რომ პირდაპირ ბუნებაზე ხარ დაკავშირებული. იმას დავიწყებ რომ საერთოდ ჩვენ მხარეში არა მარტო ქარელის მუნიციპალიტეტში, ან გორის მუნიციპალიტეტში, აი შიდა ქართლში ძირითადად მოსახლეობა მისდევდა მევენახეობას. მევენახეობას მისდევდა და აწარმოებდა ღვინოს, რა თქმა უნდა, ხორბალსაც თესავდნენ, ქერსაც თესავდნენ და რაც არ უნდა უცნაური იყოს, თურმე ადრე ერთი პერიოდი ქარელის მუნიციპალიტეტში საზამთროც ხარობდა და არის მიწები, სადაც საზამთროს მიწებს ეძახიან. და რატო გაუსვი ხაზი ღვინოს და ვაზის კულტურას? ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თუ არ ვწდები დავით გურამიშვილს აქვს ხო თავის ნაწარმოებში ქართლის ღვინო მოსალხენი. ანუ ძირითადად ქართლის ღვინო იყო ისეთი მოსალხენი სუფრებისთვის, რადგან არ იყო მაღალგრადუსიანი, ამავე დროს საამოდ დასალევი და კლიმატი განაპირობებდა. ხო, კლიმატი განაპირობებდა ზომიერ, ასე ვთქვათ, გრადუსიანობას და შეგეძლო დამჯდარიყავი მოგელხინა ქართული სუფრები. კარგად ვიცით, რას ნიშნავს იქ ცხადღე გრძელუები, იქ საუბარი, ასთა გაცვლა-გამოცვლა, რა თქმა უნდა, გარკვეული აი კარგ სუფრაზე რომ მოხვდებით, კულტურის და ინტელექტის, ასე ვთქვათ, ზეიმია, მე გულისხმობ აი აკადემიურ კარგ სუფრას და ეს ქართველებს ნამდვილად არ გვეშლება. სადღე გრძელუებში ყველა თემას ვეხებით, ამავე დროს სიყვარულის გაცვლა-გამოცვლა და საუბრობთ როგორც სამშობლოზე, ისე რა ვიცი, ნებისმიერ ოჯახზე, უფალს ვადიდებთ და რა ვიცი, წინაპრებს მოვიგონებთ და რა ვიცი, ყველა ასე ვთქვათ, კარგ ადამიანებს, რატოა კარგი, რა თქმა უნდა, ქართულ კულტურას და ასე შემდეგ ვეხებით და ამას იმდენი რამე ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ძალიან ძიმედ დასალევი ღვინო რო ყოფილიყო. აი მაგალითად ასე ვერ მოიხენდი და მე კარგად ვიცით ზედმეტმა ალკოჰოლმა და ზედმეტმა გრადუსმა რა სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს და ამიტომ ქართლში მოდიოდა ასე ვთქვათ დიდი რაოდენობით ყურძენი და მოჰყავდათ და აწარმოებდნენ ღვინოს. თუმცა ძირითადად მევენახეობა იყო სანამ კომუნისტები მერე ვაშლისა და ცხლის გაშენება დაიწყეს. ძირითადად მევენახეობა და მემარცხლეობა. კომუნისტური რეჟიმი რო დამყარდა,
ჩვენ მხარეში შეგიძლია გააგრძელო და ვაშლის კულტურა, მსხალი, ვაშლი და მსხალი, ძირითადად მე ვაშლი და მსხალი და ბალიც ამავე დროს ნელ-ნელა დაიწყო. და არა მარტო შაჰაბასმა აგვიჩე ხავაზი, როგორც ჩანს, მარტივი მაგალითია იმისა, რომ მარტო კახეთში კი არა, ქართლში და ნებისმიერ საქართველოს კუთხეში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, როდესაც ვაჟი იჩეხება, ეს არ აქვს მნიშვნელობა, რომ ასე ვთქვათ, სად არის აჩეხილი, მთავარია საქართველოში და მოკლედ ჩვენ დიდი ტრადიციები გვაქვს შიდა ქართლს ამასთან დაკავშირებით და როგორც ნიკომ აღნიშნა, ზუსტად ასე აჩეხეს ვენახები და გაუშვეს. შორის ახლა განახლდა ბევრმა უკვე ვენახის მოყვანა დაიწყო ბორული მწვანე და შიდა ქართლის ჯიშები. კი, და სხვათა შორის ტურისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის კითხულობენ ადგილზე წარმოებული ღვინო, ანუ რა თქმა უნდა, ქართლში, შიდა ქართლში მოყვანილი კახური ჯიშის ან თუნდაც რაჭული ჯიშის ყურძენი არ არის მათთვის საინტერესო, ანუ კონკრეტულად აქ რა ყურძენი ცხარობს და რომელიც არის ამ მხარის ჯიში, ის აინტერესებს იმის ღვინო და ასე შემდეგ და ის კულტურა ზუსტად. ასე რომ გაცოცხლდა და ასე თქვა ადგილობრივი ჯიშები და უშუალოდ. კი ბატონო. ასე რომ ხო მისდევენ ნელ-ნელა მარნებიც კეთდება, ცდილობენ აგროსექტორის წარმომადგენლები რომ კლავ აღადგინონ, გააძლიერონ, გააშენონ ეს ჯიშები, თუმცა როგორც თქვი, იყო აჩეხეს, როდესაც დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, გაუშვეს ვაშლი მსხალი, ეს იყო პოლიტიკა მაშინ და ნუ ბალიც გარკვეული ეს თუთებიც თუ არ ვწდები აბრეშუმის საწარმოებლად. აი ახლა რა ხდება დღეს? რა ხდება დღეს? მე ვფიქრობ შიდა ქართლში ყველაზე ასე ვთქვათ დატვირთული მუშაობა აგროსექტორში მაინც ქარელის მუნიციპალიტეტში და გორშია. თუმცა ხაშურში და კაშხლშიც რა თქმა უნდა, მაგრამ ქარელი გორი განსაკუთრებით. ხო ასეა. კი, ქარელი გორი გამოირჩევა, უფრო მეტი მოსავალი მოყავთ. ფერმერიც მეტია. და რაც მთავარია, მე ასეთ რამეს ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული, ქარელის მუნიციპალიტეტში და გორის მუნიციპალიტეტში. მოდი გავყვეთ თანმიმდევრობით, აი მაგალითად რატო? პირველ რიგში აგრო სექტორში ავიღოთ მსხვილი ფერმერებიდან და რიგითი გლეხებიდან დავიწყოთ, რომელიც თვითდასაქმებულია და ამუშავებს თავის მიწა, გააქვს თქვა ბაზარზე, აწარმოებს და ამით არჩენს ოჯახს, ამავე დროს საშუალო და მსხვილი ფერმერები ავიღოთ, რომლებიც აწარმოებენ დიდი რაოდენობით კულტურას, ბოსტნეული იქნებოდა ბათუ ხილის კულტურა და აი რამხელა მნიშვნელობისაა ეს სფერო რომ განვითარდეს და ხელი შეეწყოს მაგალითად ამ სფეროს სახელმწიფოსგან და არა მარტო სახელმწიფოსგან ნებისმიერი ვისაც შეუძლია რომ ხელი შეუწყოს ამ სფეროს ნებისმიერი ინსტიტუტი თუ რა ვიცი დაწესებულება. დავიწყოთ პირველი თვითონ ფერმერის ოჯახი ხო არის ჩართული ამ საქმეში. შემდეგ ის ასაქმებს მუშახელს. მუშახელი იღებს ხელფას, ხო ასეა, იღებს და ამ სფეროში გარკვეულად ამ სფეროში დასაქმებით გააქვს თავი და ასე აკეთებს დანაზოგს და ასე შემდეგ. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ აგროსექტორი ავიღოთ მაგალითად აგრომაღაზიები, აგრომაღაზიები, ბანკებიც კრედიტებს ძირითადად რეგიონში ფერმერებისგან იღებენ. ძირითადად ფერმერული მეურნეობისგან არსებობენ, ასე ვთქვათ და მოძრაობენ და აგრო მაღაზიებში დასაქმებულები და ბანკებში დასაქმებულების უმრავლესობა და ასე ვთქვათ დამოკიდებულია ზუსტად აგრობიზნესის არსებობაზე და სუნთქვაზე შიდა ქართლში. მაგრამ ასე მოკლედ და ვიწროთ კი არ არის აქ საქმე. რა თქმა უნდა, როგორც ფერმერი ისე ეს მუშახელი მიდის მაღაზიაში, ყიდულობს პროდუქტს, სურსათი იქნება, სამშენებლო მასალა იქნება, ტრანსპორტირება იქნება, თუ ნებისმიერ საწვავი იქნება, თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, თქვათ წარმოვიდგინეთ, რომ ეს სფერო აღარ არსებობს, ან
იკლო ტემპმა და ჩამოვიდა ასე ვთქვათ დაბარ ზღვარზე ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა იკლებს იქაც ვაჭრობა და რა თქმა უნდა აისახება ამ კულტურაზე ხო ამ კულტურაზე კი არა ამ სფეროების განვითარებაზე და ასე შემდეგ და რაც მთავარი აქ წარმოებული ხილი თუ ბოსტნეული რაც შეიძლება მეტად ხელი უნდა შეეწყოს რომ საკუთარი ბაზარი ქონდეს ფერმერს გლეხს და არა მარტო პრობლემა შეექმნა ეს ბოლო წლებია უკვე მოგებას ისევ ვერ ნახულობს ფერმერი რამდენსაც ხარჯავს ხო აი ეგ არის მუშახელზე თვითონ სასუქებზე და არ იცი სტაბილური არ არის ბაზარი რა დროს რა ფასი ექნება არ იცი შეიძლება შემოვიდეს უცხო ქვეყნიდან ისეთი მოსავალი ძალიან იაფად მოყავს და შენ კონკურენცია გაგიწიროს და ვეღარ გაყიდო და წაგებაზე წახვიდი და რაღაც სახელმწიფო მათ ამას თუ ასე ეკონომიკური კედელი ქვია ეკონომიკური კედელი რომელიც სახელმწიფო პირდაპირ ჩაერევა მაგრამ რაღაცა მექანიზმები გააჩნია და უნდა ჩაერიოს განიხილონ ეს საკითხი ფერმერებთან კონსულტაცია გაიარონ გლეხებთან და ხო აუცილებელი მოდმე ჩვენი ბაზარი რომ ხო რა ვიცი კონსულტაცია აუცილებელი მუდმივი ჩართულობა იმიტომ რომ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის ფაქტორი რომ თქვათ აქ რაც იწარმოება და ვერ ყიდის რადგან უცხო ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქცია ფერმერი ვერ ყიდის და უცხო ქვეყნიდან შემოსული პროდუქცია უწევს კონკურენციას ამ შემთხვევაში ხდება ასე რომ ის შემოსული ნებისმიერი ხილი ბოსტნეული თუ ასე შემდეგ რა თქმა უნდა რა სახით გადის უკან რა სახით იბრუნებს უკან თქვათ თუნდაც თურქეთი რუსეთი თუ თუნდაც ნებისმიერი ეგვიპტე თუ ჩინეთი თუ ნებისმიერი ქვეყანა რა სახით იბრუნებს და რა თქმა უნდა იმ ლარს ახურდღებს ან ევროში ან დოლარში და გააქვს ვალუტის სახით და რაც პირდაპირ აისახება ლარის კურსზე ხო ასეა იმიტომ რომ ის ფული ბრუნავს მათ ეკონომიკაში და არა ჩვენ ეკონომიკაში ხო მოგებას ნახულობს ის სახელმწიფო თან ყველაზე საინტერესო ის არის მოსახლეობისთვისაც არ იაფდება მაღაზიაში რო ყიდულობენ შეიძლება ჩვენი მოსავალი ღირდეს სადღაც რო ავიღოთ ხახუზეს 60-70 თეთრი მაღაზია ჩაბარება პირველი ხელი როგორც იტყვიან ფერმერისგან და მაღაზიაში შეყვალა 2 ლარია ის კონკურენციას გვიწევს მოსახლეობის არაფერია ანუ აქ არის საჭირო რეგულირება არის მინიმუმ ფერმერს და გლეხს რომ შეეწყოს ხელი რომ მინიმუმ 15-20 ან 30 თეთრი მაინც ისარგებლონ მოსავლისგან იმიტომ რომ შემდეგ წელიწადს ასე ვთქვათ შეძლონ ამ სფეროს განვითარება და დასაქმება იგივე მუშახელის და შეძლონ კაპიტალის ბრუნვა და რაღაცნაირად განვითარება, თორემ მე ვიცი ბევრი ახალგაზრდა, რომლებმაც მოკიდეს ხელი, მაგრამ რომ დაინახეს ასე ვთქვათ წარუმატებლად მიდიოდა აქ სფეროში საქმე, თავი დაანებეს. იძულებულები იყვნენ თავი დაენებებინათ, იმიტომ რომ ვერ გავიდნენ მოგებაზე და პირიქით ბევრმა ზარალიც ნახა. თან ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მაგალითად პესტიციდები, სასუქები ხარისხიანი უნდა იყოს და რაღაც დონეზე კონტროლდებოდეს. მე როგორც ვიცი, სტაფილოს, ანუ ჭიის წამალი, რომელსაც ჭია უნდა, ასე ვთქვათ, გაენეიტრალებინა, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავა, ხო? ვერ იმუშავა წეს, მაგალითად ალბათ ანვადაგასული შემოვიდა. ხო, რაღაცაში ან ვერ იყო კარგი წამალი და არ იმუშავა საერთოდ. და აქ არის პრობლემა. ჭიამ შეუჭამა. ხო, ბევრს გაუფუჭდა და რაშია საქმე? აქ პრობლემა არის არა მარტო იმაში, რომ სტაფილოს წამალი არ ვარგოდა. ზარალი, უпроსტად. ზარალი მიდის რაზე? დავიწყოთ, მოიხნა ნაკვეთი, შემდეგ დაიფრეზა, შემდეგ დაითესა, შემდეგ ასე ვთქვათ, შევიდე სტაფილოს წამალი დათესვასთან ერთად, როგორც ვიცი ხო ესეა. შემდეგ გერბიციდი სანამ ასე ვთქვათ ის დრო სანამ ამოვარვებოდები რომ ბალახმა არ დაჩაგროს სტაფილო და შემდეგ მორწყვა და გარკვეული სასუქის შეტანა. თუმცა აღმოჩნდა ისე რომ აი რაც ჩამოთვალე ყველაფერი იმ უხარისხო წამლის გამო რომელსაც ჭია უნდა
ასე ვთქვათ, გაენეიტრალებინა, წყალში გადაიყარა ამხელა თანხები. ეს უკვე რამხელა ზარალზე მიდის ფერმერი და რამხელა, ასე ვთქვათ, უკუსლა ფერმერისთვის, ხო? და ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება ვიღაცა მისდევ დიდ ამ კულტურას და დიდ ფართობებს ამუშავებს, ხო? ჩათვალეთ, რომ ის სამუდამო ვარ შეიძლება გადავარდეს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობა და აი ამ ხარისხის გადამოწმება ამ კულტურების უბრალოდ ამ პესტიციდების წამლების თუ სასუქების გადამოწმება, რომ ფერმერი ასეთ ზარალზე არ წავიდეს. ისე სხვათა შორის მე მახსოვს პოლონეთში ვიყავი და იქ გავარკვიე ესეთი რაღაცა, რომ სახელმწიფო პირდაპირ აწესებს მაგალითად გარკვეულ პროდუქტებზე ლიმიტს. და პრაქტიკულად პროგნოზირებადი ბაზარი რო თქვი, პროგნოზირებადია დაახლოებით რა ეღირება კონკრეტული პროდუქტი. და მე რო ვიყავი, ეს იყო თუ არ ვცდები 2016 წელი, მაშინ თქვეს რომ შარშანო ჭარხალზე და რძეზე იყო ესეთი ლიმიტიო და წელსო უკვე მარტო ჭარხალზე დარჩაო და ძალიან კმაყოფილი იყო ფერმერები. სხვათა შორის პოლონეთში კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა, უკრაინა მოკავშირეა პოლონეთის და ადგილობრივ ფერმერებს რო ხელი არ შეშლოდათ, უკრაინული მარცვლეული აღარ შეუშვეს. ხო, ანუ ადგილობრივი ბაზარი უნდა იყოს მაქსიმალურად. ანუ დაიცვეს მაგით ადგილობრივი ფერმერები და. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ასეთი მოკავშირეა და ყველაზე მტკივნეულად განიცდის უკრაინის ომს, როდესაც საკუთარი ფერმერების ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგა და მათ ზარალზე აისახა მოკლედ ეს მდგომარეობა, მაშინვე მყისიერი რეაგირება მოახდინეს, ასე რომ ჩვენთვის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფერმერი იქნება თუ გლეხი იქნება, მაქსიმალურად უნდა იყოს ჩვენი ბაზარი მაინც გარანტირებული, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენ ბაზარზე მაინც ჩვენი პროდუქტის გაყიდვას და მოკლედ არ გაგვიწევს კონკურენციას, თქვათ ამ დიდ ქვეყნებში, როგორც თქვი, რუსეთი, ჩინეთი, თუ თურქეთი, თუ თუნდაც ირანი, თუ ეგვიპტე, ჭარბი მოსავალი, რომელიც თქვათ თვითღირებულება ნაკლები უჯდებათ და ამავე დროს ჭარბია მოსავალი და მოშორებაზე არიან და ამ დროს ადგილობრივი ფერმერი თუ გლეხი ზარალდება და აღარ აქვს საუბარი ექსპორტზე, თვითონ ადგილობრივი ბაზარიც უკვე ჩვენთვის ხელმიუწვდომელი. სხვა ქვეყნები გვიწევენ კონკურენციას ადგილობრივ ფერმერებს. ხო, სხვა ქვეყანა მაინც არ უნდა გაგვიწიოს კონკურენცია, ან ისეთ დონეზე უნდა იყოს, რომ რეგულირდებოდეს რა რაოდენობით უნდა შემოდიოდეს პროდუქტი. აი რა ვიღოთ ახლა რა კულტურები მოდის, მაგალითად ქარელში, გორში, ჯერ დავიწყოთ ბოსტნეული, მერე ხილი. ბოსტნეული ძირითადად ყველანაირი მოდის. წიწაკა საწარმოებენ, პამიდორი, წიწაკა დავაკონკრეტოთ. ბულგარული საწნილე წიწაკა, წითელი ბულგარული წიწაკა, ყველანაირი, მწვანე, საწნილე, წარე წიწაკა, წითელი მწვანე. კი. პამიდორი, ბადრიჯანის წარმოება დაიწყეს უკვე, საზამთრო ნესვი, კიტრი, გოგრაც, ჭარხალი, სუფრის ჭარხალი, სტაფილო, ყველაფერი, ყველანაირი ბოსტნეული. კარტოფილი და სხვათა შორის ძალიან ხარისხიანი და თანამედროვე, ესე ვთქვათ, ეს სანამი სისტემა, წვეთოვანი სისტემა და ასე შემდეგ ძალიან განვითარებულია და მოდი ხილზეც ჩამოვთვალოთ რა არის და სანამი სისტემა და წვეთოვანი სისტემა ზოგს გონია რომ ჯანმრთელობისთვის უარყოფითად აისახება და ავხსნათ რას ნიშნავს ეს სანამი და წვეთოვანი სისტემა და რატომ გონიათ რომ მაინც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და რო ავხსნით კარგად მიხვდებია რომ ეს ცოტა უფრო მიძგავს. წვეთოვანი სისტემა ახლა ზოგადად ჩამოვთვალოთ პარე. ხილი ვაშლი რა თქმა უნდა შიდა ქართლი გამოირჩევა. ატამი, ბალი, ახლა ბალი და ვაშლი გაუფუჭდა, ისეთი ყინვა იყო წერს. და სხვათა შორის მე სახელმწიფო რო დახმარებოდა, კარგი იქნებოდა ადგილობრივ ლეხებს. ხო, სადაზღვევო სისტემაც როგორც დახვეწილი არ არის, მე მახსოვს ყინვაზე
დრო დავინტერესდით თქვეს რომ სადღაც სექტემბრის დასაწყისშიო და ანუ ისეთი ვადებია მითითებული რომ ყირვა მაგდროს ფაქტიურად არ არის არ ყოფილა პრაქტიკაში მაგდროს დაზრიც არა აქ ეგეც დასწრებას ანუ რაც ჩამოვთვალეთ ეს ხილია თუ ბოსტნეული პრაქტიკულად თითქმის ყველაფერი იწარმოება 80% მაინც ჩვენ ასე ვთქვათ მიწებზე და რაც მთავარია უხვი რაოდენობით იწარმოება ხარისხიანი იწარმოება და რაც მთავარია ქართველ კაცს შიდა ქართლის მოსახლეობას ფერმერს თუ გლეხს არ ეზარება მუშაობა მოდი აბა მაინც წვეთოვან სისტემაზე ვისაუბროთ და სანამ სისტემაზე რას ნიშნავს ეს და ანუ წვეთოვანი სისტემა როგორ მიაწოდებს წყალს წვეთოვანი სისტემა ანუ ადრეში და ქარში მინაკადლებით მორწყვა იყო აი რუისის სახელმწიფო პრაქტიკაში რუისიც მანდიდან მოდის რუები და საამაყოს და გამოირჩეოდა რუისი ერთ-ერთი რუისის საეკლესიო კრებაშია დავით აღმაშენებელს მოხსენიებული და ეს უძველესი სახელი და მოწინავე იყო ბოსტნეულის მოყვანაში და დღესაც აგრძელებს რა თქმა უნდა რუისი პირველია ყოველთვის საქართველოს მასშტაბით მარტო რეგიონში არა წვეთოვანი სისტემა ფაქტიურად წყლის ეკონომია გააკეთა როგორ ვაწვდით ჩვეულებრივი მორწყვა შეიძლება ახლა ზოგს გონია რომ წვეთოვანი როა აუცილებლად სასუქები მიდის მარტო ეს ირწყვება ეს წვეთოვანი მიდის წვეთებით ძირში მაგალითად საათში იქცევა ლიტრა ნახევარი არის ლიტრიანი რომელიც ერთ მცენარეს უნდა დაუქციოს საათში ლიტრი ან ლიტრა ნახევარი ეგ არის იყიდება მაგალითად ვალვის და იმის მიხედვით ხო ეგ უკვე რანაირი ამინდია თუ შეხედავს მაგალითად ფერმერი ანგლეხი რო უკვე აღარ არის საჭირო გამოურთავს იმას მატორებიც არის ახლა ჩხუბი მოძიოდა თხოვნე წყლებზე როა ყოფნიდა კი ყველაფერი და ახლა უკვე შეიძლება ერთი რო წყავდა და აღარ ყოფნიდა სხვას ეს წყლის რაოდენობა დღეს 10-მა მორწყოს იმ რაოდენობის წყლით და სანამის სისტემა სანამის სისტემაც იგივეა დაწვიმებას ეძახიან და მაღლიდან ნამავს და ეფექტურია და მოსავლიანობაც უფრო იზრდება ანუ მოსავლიანობა იზრდება თუნდაც სასუქი არ გაუშვა ამ შემთხვევაში არის მაშინ მე დავაკონკრეტებ როდესაც წვეთოვანი სისტემა და სანამის სისტემა მიაჩნიათ რომ მაინც და მაინც ბევრი სასუქი შედის ასე არ არის შეუძლია ფერმერს ჩვეულებრივად მიწას შეიტანოს დიდი რაოდენობით სასუქი შემდეგ ჩვეულებრივად მინაკადლების დროსაც დაუყაროს და ჭარბი რაოდენობით იყოს სასუქი ეს უკვე ფერმერზე და გლეხზეა დამოკიდებული ასევე წვეთოვან სისტემაში შეგიძლია საერთოდ არ გაუშვა სასუქი და სანამ სისტემაში შეგიძლია რაღაც დონეზე გაუშვა შეგიძლია მოკლედ აკონტროლოს სცენარეს რაც საჭიროა იმის მიხედვით რა თქმა უნდა მიუღებელია ჭარბი რაოდენობით სასუქი და ასე ვთქვათ უნდა ვიფრთხილოთ ერთმანეთზე უნდა ვიფრთხილოთ და არც მაინც ფერმერისთვის და გლეხისთვის არის მომგებიანი უხვი რაოდენობით რომ გაუშვას იმიტომ რომ უფრო მეტი ხარჯია საკმაოდ ხარჯიანია სასუქიც და ყველაფერი და ზედმეტი ასე ვთქვათ ხარჯი არავისთვის არ არის მისაღები და რა თქმა უნდა თუ ვინმე ამას აკეთებს ზედმეტს უშვებს რა თქმა უნდა ელემენტარულია ეს პასუხისმგებლობა მოსახლეობასთან და არ უნდა გააკეთოს რა თქმა უნდა ამას საუბარი მაგრამ წვეთოვანი სისტემა და სანამის სისტემა არანაირად არ არის დაკავშირებული ხშირია კონკურენციასაც ვეღარ გაუწევთ უკვე ესეთი პირობებია შექმნილი თუ არ მოვიყო აი მოსახლეობაში ხშირია კითხვა რომ წვეთოვანი სისტემის ახო არ არის ანუ გონიათ რომ მაინც ის თუ არის სოფლიოს 90% უკვე გადასულია წვეთოვანზე და სანამ სისტემაზე და ამას იმიტომ ვამბობ რომ ამ შემთხვევაში შეგიძლია საერთოდ არ იყოს წვეთოვანი და სანამის სისტემა მაგრამ იყოს ზედმეტი სასუქი ხო ანუ წარმოდგენა აქვს თვითონ შექმნილი რომ მითივით არის შექმნილი მითია რა თქმა უნდა იმიტომ რომ შეგიძლია ისე მორწყოს სასუქი არ გაუშვა და უკეთესად მოირწყოს ჟანგბადიც უკეთესად მიეწოდება ის აღარ ტალახი აღარ იქნება ზემოდან რაც კიდე ეფექტურია ყურადღება მისაქცევია ის არის რომ მოკლედ აი ავიღოთ რა თქვათ რომ არ ყოფილიყო წვეთოვანი და სანამის სისტემა
დღესდღეობით ქართულ ბაზარს შეიძლებოდა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეხლა ზოგიერთი ყვის რომ დეფიციტი რატომ ახსენეო, დეფიციტი შექმნილი იყო და დეფიციტი ამ შემთხვევაში კი არა, შეგვიძლია ჭარბათაც ვაწარმოოთ პროდუქცია და დეფიციტ რატო გულისხმობ. როგორც აღნიშნე, ბევრად მეტი წყალი სჭირდებოდა, ეს ერთი და ბევრად მეტი დრო ჭირდებოდა, როდესაც არ იყო წვეთოვანი სისტემა და მინაკადლებით ხდებოდა მორწყვა და ბევრად მეტი მუშახელი სჭირდებოდა. დღესდღეობით, რა თქმა უნდა, ასე თუ ისე მოიმატა საკონსერვო ქარხნებმა, მოიმატა რესტორანმა, სასტუმროებმა, ტურისტებმა და გინდა თუ არა უფრო მეტი პროდუქტი ჭირდება, ვიდრე მაგალითად გჭირდებოდა თუნდაც 15. და რა თქმა უნდა ხარისხიანიც, უფრო ხარისხიანი. და აქედან გამომდინარე, თუნდაც აი ელემენტარულად ავიღოთ შორს არ წავს ტრაფიკების ობიექტებში, თუნდაც საშაურმეში, ჭირდება პამიდორი, ხახვი, რა ვიცი, მწვანილი და ასე შემდეგ და მე რესტორანში, თუნდაც სასტუმროებში, სადაც კვება არის რაც უფრო მეტი რესტორანი და ის არის, რა ქვია, კვების ობიექტი, რა თქმა უნდა, მეტი პროდუქცია საჭირო, რომ აწარმოო და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რა ვიცი, მე მგონი შეუძლებელი იქნებოდა მინაკადლებით. არა, ვეღარ გაუწევდით ვერც კონკურენციას, კონკურენციას და ვერც იწარმოებდა. ვეღარც მოიყვანდა მაგდენს მოსავალს. მე ვფიქრობ ასეთ რაღაცას დღესდღეობით კიდევ არის ძალიან პრობლემური ფასები, ხო? სოფლის მეურნეობაში. ფასებს გულისხმობ, ანუ პროდუქციის ფასი სოფლის მეურნეობის არის მოკლედ დაბალი, პროდუქტის ფასი, თვითღირებულება არის მაღალი. კი, არის ხოლმე. ანუ იმატებს მუშის ხელფასი, იმატებს პესტიციდის და სასუქის ხელფასი, თუმცა მაგალითად ავიღოთ პირობითად სტაფილო თუ თუნდაც 10 წლის წინ გიდა ჩაყარა. მოყვანილი პროდუქცია უფრო ძვირი შეიძლება დაგიჯდეს ვიდრე ხო, ანუ სტაფილო თქვათ 1 წლის წინ გიდა 80 თეთრი ლარი, დღეს ღირს 70-60 თეთრი და თვითღირებულება გაზრდილია, რა თქმა უნდა, 7 მაგად თუ 8 მაგად და აქედან გამომდინარე ეს დასაფიქრებელია და რაღაცნაირად თანხwebdriverში უნდა იყოს, რა ჭირდება დღესდღეობით ფერმერს და გლეხს და რა ჭირდება მაგალითად ქართულ ბაზარს, ხო, ასეა და ქართულ ეკონომიკას. და საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, თავარი არის ის, რომ მაინც ფერმერისთვის ყველა პროგრამაზე და ყველა ასე ვთქვათ ნაბიჯზე უკეთესი მაინც ბაზარია უპირატესი როგორც ადგილობრივი თუ დასულ საექსპორტო ბაზარი გაიხსნა, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნება და რა თქმა უნდა ადგილობრივი თვითმმართველობებსაც უნდა ქონდეს რაღაცა პროგრამა, რაღაც ხელი მაინც რომ წაუკრან სოფლის მეურნეობას, როგორც გლეხებს, ისე ფერმერებს, არა მარტო ცენტრალურ. შეიძლება საჭირო სახელმწიფო დაეხმაროს ფერმერებს. მოკლედ, რა ვიცი, ეს შემაჯამებელი, მე მაინც ვფიქრობ, რომ არის ის, რომ ბაზარია მთავარი და ბაზარია საჭირო. რა სიტყვა? კი, ადგილობრივი ხარისხიანია, რაც მოყავთ ფერმერებმა მაინციან მოყვანა. საჭირო რაოდენობა, უბრალოდ ბაზარი უჭირთ ხოლმე და ადგილობრივ ბაზარს თუ მაინც დაუთმობენ, ჩვენ ფერმერს კარგი იქნება. რაღაც ეტაპი მაინც. რაღაც ხო, თლიანად ვერ ჩაკეტავ შემოგვიდა. არა, ხო, რაღაც თვე, რაღაც რაც ჭარბია, რაღაცა უნდა იყოს მოფიქრებული და რაც მთავარია. მოკლედ, ჩვენ ფერმერებს და გლეხობას შეუძლიათ აწარმოონ მოსავალი, ხარისხიანი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რაც მთავარია, არ ეზარება ჩრომა, მთავარია ხელშეწყობა და მთავარია, ასე ვთქვათ, მათი გვერდში დგომა და დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას უპასუხეს და უპასუხებენ, მთავარია ეს გვერდში დგომა. რა ვიცი, დაგემშვიდობებით, მე ვფიქრობ, რომ მოკლედ ამ მცირე დროში რაღაც გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდეთ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით და გარკვეულ საკითხებს შევეხეთ, თუმცა ამომწურავი საუბარი და ამომწურავი საკითხები, ამომწურავად საკითხებზე საუბარი, მე ვფიქრობ, გაცილებით დიდ დროა საჭირო რომ ვისაუბროთ ამ თემებზე და ყველა დეტალს ამომწურავად შევეხოთ, რა სიტყვა. დავამშვიდობები და წარმატებას ვუსურვებ ფერმერებს, გლეხებს და
საერთოდ ძირძველ ასე ვთქვათ ძირძველი კულტურა არის სოფლის მეურნეობა, ძირძველი განვითარების სფერო იყო და რა ვიცი, ადრიდანვე იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა და მე ვფიქრობ, რომ ეს გენეტიკურადაც სახელწოდებაც სახელმწიფოს მოდის მანდე და როგორც ბერძნული მიწათმოქმედები და რა თქმა უნდა საქართველოს გული შიდა ქართლი არ ჩამორჩება და ღირსეულად გაარტყმებს თავს, თავარია ხელშეწყობა. წარმატებებს გისურვებთ.